აშა სადამე არსებობს ისეთი განსაცდელები, სადაც ღმერთი უშვებს სატანამ იმოქმედოს ისე, რომ არც ლოცვა, არც ჯვარი მას შის არ გვრის და არ აშფოთებს და რა თქმა უნდა, ეს უკვე ჩვენი ღმერთის გამოუკვლეველი გზანი არიან. აქედან ერთი რამის დასკვნა შეიძლება, როგორც გვექცევა უფალი, რის ნებასაც აძლევს ეშმაკს, ყოველივე ემსახურება იმას, რომ გავიაროთ სხვადასხვა ხარისხის განსაცდელები და თვით გამოცდილებით დავემოწმოთ მართებულობა მისი სიტყვებისა. ძალით ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქნების. 2 კორინთელთა 12:9. ბერილარიონ ქართველს, ეს მამა მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა ათონზე, ასეთი რამ შეემთხვა, როცა იგი სრული დაყუდებაში ცხოვრობდა კოშკში, არავის იღებდა და არსად გადიოდა, ეშმაკები მას უმძაფრესად ებრძოდნენ. ერთხელ ვიღაც მომლოცველებმა მოისურვეს სარკმლიდან გადამძვრალიყვნენ ბერთან, რათა მისგან კურთხევა აეღოთ, მაგრამ ის დაემალა სტუმრებს, დემონებმა კი მომხდარი თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს. ერთხელ ისინი მომლოცველთა სახით გადაძვნენ სარკმელში და ბერს ალყა შემოარტყეს. თან ეუბნებოდნენ, რა კი არავის უშვებდი, იძულებულნი ვიყავით, ასე მოქცეულიყავით, რადგან ძალიან გვინდოდა ჩვენი თანამემამულის ნახვა. შენს გამო ჩამოვედით ესოდენ შორი ქვეყნიდან, რათა სხვადასხვა რჩევა გკითხოთო. ილარიონმა ისინი ნამდვილ მომლოცველებად ჩათვალა და დაელაპარაკა, დემონებს კი მხოლოდ ეს სჭირდებოდათ, მათ გააბეს გრძელი საუბარი თავიანთი ერისა და ეკლესიის ძნელბედობაზე. დასასრულს კი ძლიერ შეურაცხყვეს ბერი ისე სცემეს, რომ 2 თვე ლოგინად ჩავარდა და ხმის ამოღება არ შეეძლო. ასეთ ძლიერ განსაცდელებთან, რაც ხშირად დიდხანს გრძელდება და მძიმე შემთხვევები მოაქვს, უხდებათ ბრძოლა არა მარტო განმარტოებით მცხოვრებ მონაზვნებსა და განდეგილებს, არამედ ერისკაც ქრისტიანებსაც, როდესაც ისინი არაგონივრულად შეუდგებიან მაღალ მოღვაწეობams. ამ ძალისხმევით ისინი აღიზიანებენ დემონებს, არასწორი მოღვაწეობით ვერ ეღწევენ თავარს, ხორცის დამდაბლებით ვერ იმდაბლებენ სულს და შეუმჩნევლად საკუთარ თავში აბატონებენ უძლიერეს ამპარტავნებასა და თავდაჯერებულობას. ღვთის მადლიც არათუ იცავს ასეთ მოღვაწეებს, არამედ მათ შესაგონებლად და დასამდაბლებლად უშვებს, რომ ეშმაკებმა აცთუნონ და სასაცილოდ აიგდონ. ეპისკოპოსი ეგნატე აღწერს შემთხვევას, რაც მის დროს მოხდა. ერთი ჯარისკაცი განხეთქილებიდან ახალმოქცეული სულიერი დამოძღვისათვის ალექსანდრე ნეველის ლავრაში აკითხავდა მამა იონიკეს. იმხანად თავად მომავალი მეუფე ეგნატეც მიმართავდა სულიერ რჩევისთვის ამ მოძღვარს. ამ ჯარისკაცს პავლე ერქვა, იყო ნასწავლი კაცი და ადრე განხეთქილებაში მყოფთა მოძღვარიც კი. მისი სახე სიხარულით წინავდა, მაგრამ მასში აღინთო უძლიერესი გულმოდგინება და მან დაიწყო მოუზომავი, მისთვის შეუსაბამო ხორციელი მოღვაწეობა, მაშინ როცა სულიერ მოღვაწეობაზე არასაკმარისი წარმოდგენა ჰქონდა. ერთ ღამეს პავლე ლოცვად იდგა, უცებ ხატების გვერდით აკეაფდა რაღაც მზის შუქის მსგავსი ნათება. შუაში კი ქათქათა თეთრი მტრედი მოჩანდა, რომლის ხმაც გაისმა. მიმიღე მე სულიწმინდა ვარ და მოვედი, რათა ჩემს სამკვიდრებლად გაქციო. პავლეს სიხარული დაეთანხმა, მტრედი კი პირში შეუფრინდა და შეაღწია მასში. მარხვითა და მღვიძარებით გამოფიტულმა პავლემ უცებ შეიგრძნო სიძვის ვნების დაუკავებელი მოძალება. მიატოვა ლოცვა და სამეძაო სახლში გაიქცა. შიერი ჟინის დაკმაყოფილება მას გაუმაძღარ ვნებად ექცა. ყველა სამეძაო სახლი და მისთვის მისაღწევი ყველა მემბრუშე დედაკაცის სამყოფელი მისი მუდმივი ბუნაკი გახდა. ბოლოს გონს მოეგო ეშმაკის ხილვით ცუნებისა და ხიბლის შედეგებით თავიანთი წაბილწვის ამბავი გადმოსცა მღვდელს კი მონაზონ
ლეონიდისადმი მიწერილ წერილში, სადაც გამოჩნდა დაცემულის ადრინდელი მაღალი სულიერება. ეს წერილი წაუკითხავს თავად ეპისკოპოს ეგნატეს. უნდა აღვნიშნოთ, ამბობს მეუფე ეგნატე, როცა დაცემულ სულს ქრისტეს მოღვაწის ხელში ჩაგდება სურს, არ მოქმედეს მბრძანებლურად, ის ცდილობს კაცი დაითანხმიოს შეთავაზებულ ხიბზე და შემდეგ დაეუფლოს დათანხმებულს, ხოლო სულიწმინდა მოქმედეს თვითუბლებრივად. ღმერთი მოდის მაშინ, როცა დამდაბლებული და საკუთარი თავის შეურაცხყოფელი კაცი საერთოდ არ მოელის მას. სულიწმინდა მყისვე შეცვლის გონებასა და გულს, თავის გავლენას სრულად განავრცობს ნებასა და უნარზე კაცისა და რომელსაც არ ძალუძს ამის გააზრება თუ რა მოხდა მასში. აი სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი შემთხვევა, რაც მიამბო ერთმა მონაზონმა. ეს ტრაგიკული ამბავი შეემთხვა მის ღვიძლ ძმას, მასთან ერთადაც არც თუ დიდი ხნის წინ საწუნოებაში მოიქცა. მათ ერთად დაიწყო ეკლესიაში სიარული. ერთად მოლოცველობდნენ წმინდა ადგილებში, მონასტრებში. ძმებმა წმინდა მამათა ნაწერებისა კითხვაც მიყვეს ხელი. ლოცულობდნენ იესოს ლოცვით, მაგრამ როგორც ჩანს, მონაზონის ძმამ ამ წვრთნის დროს გადაუხვია მართალ გზას და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნა, რის გამოც შემდეგი რამ მოხდა. ერთხელ, როდესაც სახლში მარტო იყო და ლოცულობდა, გამოეცხადა საძაგელი ეშმაკი და ლოცვაში ხელს უშლიდა. ძმას არ შეშინებია და თამამად გაუობა საუბარი, სცადა დაერწმუნებინა ეშმაკი, ეღიარებინა საკუთარი ცდომილებანი, ელაპარაკა მას ღვთის ენით უთქმელ წყალობაზე, რომ უფალი შეიწყალებდა, თუ კი შეინანებდა და ამგვარი რჩევებს აძლევდა ეშმაკს. ის თითქოს ყურადღებით უსმენდა, შემდეგ სერიოზულად ჩაფიქრდა და ბოლოს მონანულად მოაჩვენა თავი. დაიწყო ლოცვა, ოხრა, ხატების წინ მუხმოდრეკით, საერთოდ მთელი არსებითი გამოხატავდა ღრმა შემოსრულებას, თავს აჩვენებდა თითქოს ნანობდა ჩადენილ ბოროტებას და ხურვალედ ეწადა უსწრაფესი შეწყალება. ძმა მის ქმედებებს მონუსხულივით შესცქეროდა, ალბათ შინაგანადაც ხარობდა და მართლაც გარკვეული ხნის შემდეგ ეშმაკზე გარდამოვიდა რაღაც ნათელი ღრუბელი, თითქოს სინათლე, თითქოს და მადლი და ის მოზეიმე ჭაბუკის თვალწინ გადაიქცა ჭყალებში ნათლის ანგელოზად. მან ჭაბუკს მხურვალი მადლობა გადაუხადა, ფეხებში ჩაუვარდა, უწოდა თავისი მხსნელი, მისმა სიტყვებმაც გადაარჩინა და ისევ წმინდა ანგელოზად აქცია. ბოლოს მადლობის ნიშნად მან შესთავაზა ძმას, რომ იქნება მისი სამუდამო ერთგული მცველი. შევა მასში, მარა დაიცავს და დაეხმარება თავის აღორძინებული ანგელოზური ძალით. ძმა აღუწერელმა აღტაცებამ შეიპყრო, თავი დაკარგა ბედნიერებისაგან და დაეთანხმა. ჭყალებში ანგელოზი შევიდა მასში და ჭაბუკმა დაიწყო კიდევ მორგვა, ყვირილი, უშვარი ლანძღვა, ხატების მსხვერვა და სარკმლიდან გადაყრა და კიდევ სხვა საშინელი საქმეები დაატრიალა. ახლა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია, ზოგჯერ ცხოვრობს სახლში ნათესავებთან ერთად, მაგრამ როდესაც სნეულება უმძაფრდება, იძულებულნი ხდებიან სამკურნალოდ გაგზავნონ, რადგან მისი ქცევა ამაზრზენი ხდება. როდესაც უკეთ გრძნობს თავს, ცოტა ლოცვაც შეუძლია. მისმა ძმამ მონაზონმა ბევრ მონასტერში გაგზავნა თხოვნა, ელოცაც მისი საცუდავი ძმისთვის. აი მაგალითები იმის ნათელსაყოფად, თუ ჭეშმარიტი სიმდაბლე როგორ იოლად აიცილებს ასეთ მახეს. ერთ ძმას გამოეცხადა ნათლის ანგელოზი, გარდამოხსნილი ეშმაკის და უთხრა, მე გაბრიელ მთავარანგელოზი ვარ, შენთან მოვლენილი. მონაზონმა ამაზე უპასუხა, სხვა ვინმესთან ხომ არ მოგავლინეს. მე არ ვარ ღირსი იმისა, რომ ანგელოზები მომივლინონ. დემონი მაშინვე გაუჩინარდა. ბერები ამბობდნენ, მართლა რომ გამოგეცხადოს ანგელოზი, ნუ მიიღებ და ადვილად ნუ დაუჯერებ მას, არამედ თავი დაიმდაბლე და თქვი, მე ცოდვაში ვცხოვრებ, არ ვარ ღირსი ანგელოზთა ხილვისა.
გადმოგცემენ სხვა ბერის შესახებაც. იგი მდუბარებდა თავის სენაკში და ეშმაკისეული განსაცდელებით იყო შეჭირებული, აშკარად ევლინებოდნენ ეშმაკები, მაგრამ ის უგულებელყოფდა მათ. როცა ეშმაკმა დაინახა, რომ მას ბერმა ძლია, გამოუცხადა და უთხრა: მე ქრისტე ვარ. ბერმა თვალები დახუჭა. ეშმაკმა კი გაუმეორა: მე ქრისტე ვარ. რატომ დახუჭე თვალები? ბერმა მიუგო: სურს ვიხილო ქრისტე სამომავლო ცხოვრებაში და არა აქ. ამის შემდგომ ეშმაკი აღარ გამოცხადებია. აღსანიშნავია, რომ ღვთისგან მოვლენილი ნამდვილი წმინდა ანგელოზები ეცხადებიან მხოლოდ იმ თავდაბალ და მშვიდ ქრისტიანებს, რომელთაც აღარ ემუქრება ზიანის მომტანი პარტავნებისა და თავდაჯერებულობის საფრთხე. ერთხელ, როცა წმინდა მაკარი დიდი იჯდა, თავის სენაკში გამოეცხადა ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი და უთხრა: მაკარი, ნუ გეშინია უხილავი მტრის თავდასხმებისა, რადგან ჩვენი სახიერი მეუფე არ განგეშორება და არ შეწყვეტს შენს თანადგომას. გამაგდი, გამხნევდი, ახლოვნად დაძლია წინაუდგომი, მთავრობანი და ხელმწიფებანი, მაგრამ შენი მოღვაწეობით თავს ნუ აიმაღლებ, რათა სამღვთო შემწეობამ არ მიგატოვოს და მოულოდნელად არ დაეცე. ნეტარმა მაკარიმ ცრემლეთ ღვრით უპასუხა: რითი უნდა ავიმაღლო თავი, როცა სული ჩემი მსგავსად გარყვნილი მემურშისა ეშმაკთა მიერ ჩაგუნებულ უწმინდურ განზრახვათა სიმყრალით იკვებება? მღვდელმთავარი ეგნატე ამბობს, რომ ღირსმა მამამ ასეთი სიმდაბლეს მიაღწია ღრმა თვითდაკვირვებით, რაც შეიძინა გონებისმიერი საქმით საკუთარ თავში მან დაინახა ადამიანის დაცემა და მისი ურთიერთობა დემონებთან. შეუძლებელია, წერს მღვდელმთავარი ეგნატე, ჯერ კიდევ ხორციელი ზრახვით მცხოვრებმა ადამიანმა, რომელმაც ვერ შეიძინა სულიერი შეხედულება დაცემულ კაცობრიო ბუნებაზე, რამდენიც უნდა ილაპარაკოს თავდაბლად და რაოდენ დაბალიც უნდა მოჩანდეს გარეგნულად, გარკვეულწილად არ დააფასოს თავისი საქმეები და არ აღიაროს საკუთარი თავის ზოგიერთი ღირსების მქონედ. ხორციელი ზრახვისთვის არაა თვისობრივი ჭეშმარიტი სიმდაბლე. ის ამას ვერ შეძლებს. სიმდაბლე სულიერი აზროვნების კუთვნილება. ღირსი მარკოს მოღვაწე ამბობს: ისინი, რომლებიც თვლიან, რომ ქრისტეს ყოველი მცნების აღსასრულებლად აღარაფერი დარჩათ გასაკეთებელი, სამღვთო რჯულის პატივს მიაგებენ ხორციელად, ვერ აცნობიერებენ, რასაც ამბობენ, ვერც იმას, რასაც ეფუძნებიან, ამიტომაც გონიათ, რომ სამღვთო რჯულს საქმეებით აღასრულებენ. ღირსი მამის სიტყვებიდან ცხადი ხდება, ვინც მიაწერს საკუთარ თავს რაიმე კეთილ საქმეს, თვითწთუნებულია. ეს მდგომარეობა ხდება ეშმაკისეული ხიბლის საფუძველი. დაცემული ანგელოზი ნავსაყუდელს პოულობს ქრისტიანის მცდარ ამპარტავნული წარმოდგენაში, რაზედაც იოლად ახარებს თავის ცუნების ნერგს. ამ გზით იგი საკუთარი ძალაუფლების მორჩილად ხდის კაცს და აგდებს ეგრეთ წოდებული ეშმაკისეულ ხიბლში. ზემომოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ მოხიბლულთაგან ერთმანც კი არ სცნო თავი ანგელოზს და ხილვის უღირსად, მაშასედამე რაღაც ღირსების ისინი მაინც მიაწერდნენ საკუთარ თავზე, სხვაგვარად ვერც იმსჯელებს ხორციელი და მშვენიერი კაცი. ამრიგად არ შეიძლება ვენდოთ ჩვენში გაჩენილ ყველა ძვრას ან მისწრაფებას, რომლებიც კეთილად გვეჩვენება, ან და ზუსტად განვასხვაოთ ჭეშმარიტად ქრისტიანული სახარებისეული სიკეთე მცდარი სულისათვის საზიანო ღვთისაგან განმაშორებელი სიკეთისაგან.